არ დაგიმალავთ ლაგოდეხის რაიონის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, ბევრი სიბინძური მოქმედებდა და ის შედეგი, რა შედეგიც არის, ნამდვილად როგორც ადამიანი ვარ გულდაწყვეტილი, მაგრამ თავარი არის, რომ საერთო საქმე, საერთო გამარჯვება მოპოვებულია და სამართლებრივად რაც დარღვევები იყო, ამაზე ჩვენ უკვე რეაგირება გავაკეთეთ და სარჩელი შევიტანეთ და ამას სამართლებრივ ჩარჩოებში მოახსენეთ. ძალიან თხოვ ყველას, მთელ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შვიდად შევხვდეთ ამ ყველაფერს და სამართლებრივი ჩარჩოებით ვიხელმძღვანელოთ და ამით ამოვწუროთ ის თემა, რომელიც ამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და აქ ადგილზე რა სიბინძურეებიც როგორც ჩაიარა არჩენება, ამას გავცეთ კანონის მიხედვით პასუხი. მე მაქვს ბატონი ბიზნესგან ის განწყობა, რომ ჩვენ უნდა გამსხვავდებოდეთ იმ ნაცისტებისგან, იმ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელებისგან და მათი დამქაშებისგან, რომ ჩვენ არა ძალადობრივი, არამედ კანონის მიხედვით შვიდად სამართლებრივი მართალი სასამართლოს სახით დავაგრძელოთ ბრძოლა და მივიყვანოთ ბოლომდე გამარჯვებამდე. ერთი რამ მინდა თითოეულ თქვენთაგანს გითხრათ. თითოეულმა ჩვენთაგანმა იმაზე მეტი გააკეთა, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, მთელი ხელისუფლება თავისი სიბინძურით პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ავადმყოფი სააკაშვილის ჩამოსვლა აქ რამოდენიმეჯერ და პირობები იმისა, რაც მათ ამ მოსახლეობას მათ მისცეს ტყვილი დაპირებები, ბევრი ამ ტყვილ დაპირებებს წამოეგო, ზოგი შეშინდა, შემდეგ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები, კუდი, სოდი, ადგილობრივი ეგრეთ წოდებული პოლიცია, მთელი სახელისუფლებო გამგებელი, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ერთი თვით ადრე, ყოფილი დეპუტატი კაგალაშვილი, ყველანი ჩართულები იყვნენ ამ სიბინძურეში და ყველას კანონის წინაშე მოუწევს იმ სიბინძურეზე პასუხისგება, რომელიც მათ თითოეულმა მათგანმა თავისი მოქმედებით კანონების ჩარჩოებს გასცა. ამიტომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ მართალი სასამართლოს მეშვეობით და თითოეული მათგანი მიიღებს მკაცრ და სამაგალითო სარჩელს კანონის წინაშე. ახლა მე მოგახსენებთ თქვენ ცვლილებებს, რომელიც ცვლილებებიც მიიყვანს საქმეს ბოლომდე, მოგითხარით, რომ ჩვენ უკვე სარჩელი შევიტანეთ. შემდეგ შტაბმა უნდა გააგრძელოს, სანამ საქმე ბოლომდე არ მოიწურება მანამ და შტაბის დროებითი შემსრულებელი იქნება აკაკი ჩოფლიანი, დამხმარე იქნება ქალბატონი მაია და ქალბატონი ლიკა, რჩეველი იქნება ბატონი ირაკლი კიტაჩიშვილი და ყველაზე ერთ-ერთი კიდევ მთავარი რაც არის, ეს არის, რომ რამოდენიმე დღეში ბატონი ნუგზარ კაპანაძე განთავისუფლებული იქნება და მე გავუწევ მას რეკომენდაციას, რომ ის ქართული ოცნების პარტიის ხელმძღვანელი იყოს ლაგოდეხის რაიონში.